მაგრამ მოროდელად მაგარია. მოდი ახლა ჯერ ჭიძზე ვილაპარაკოთ. ჭიდში 5 ტყვია ჩადის. აი ესეთი მჭიდია. აქ ღილაკი აქვს დააწევთ ეს გასრიალდება ზამბარ ამოა. თუ დაჯდა და ზამბარის გამოცვლა მოგინდათ ან ასე შემდეგ. ხელში პლასმასი არის მაგარი ყოჩახი, ანუ კაი შთაბეჭდილებას ატოვებს რა. ასე რომ ამასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ეხლა მოდი ვნახოთ თვითონ თოფზე. თოფი არის ნახევრად ავტომატური. გაისვრი, უკუცემის დროს გადაიტანება. მე პატრონებმა თქვა რაღაც ვაზნები ვიყიდეო, ჩავდეო. ზოგი გაისროლაო და არ გადატენა და ასე შემდეგო რა. ანუ ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ რამე ჩინური, რუსული და რამე ეგეთი ნაგავი არ იყიდოთ რა. ვაზნა უნდა იყოს ხარისხიანი. არ იფიქროთ რომ მოდი სამლარიან ვაზნას ვიყიდი და ისე ვისვრი როგორც 7 ლარიას. ვერ ისვრი რა. მით უმეტეს ნახევარ ავტომატური იარაღები არის გრძნობიარები მაგასთან მიმართ. ეს რო იყოს ბოლტიანი ხელზე გადასატენი, რაც გინდა ჩადეთ, მაგრამ ამას ახლა აი რო ხაჩავ, შიგნით მაგარი ყოჩახი ზამბარა, ანუ კაი დარტყმა უნდა. თუ ან ტყვის დენთი იყო უხარისხო და ძალა არ იყო, ამას ვერ გადაგიტენით. და უნდა გამწარდეთ რა. ასე რომ მაგას ყურადღება მიაქციეთ.